მოგესალმებით. ამ ვიდეოში ახსნათ, როგორ ხდება Photoshop-ის საშუალებით სურათზე ობიექტის მონიშნვა. ანუ ობიექტის მონიშნვა ეს ნიშნავს, რომ ერთი ობიექტი იყოს გამოკვეთილი სურათზე, კონკრეტულად რაც მე მჭირდება ის იყოს ძალიან კარგად ნაჩვენებით და მეორე ხარისხოვან ფონზე გადაინაცვლოს მის შემდგომო უკან ფონზე მდგარმა ობიექტებმა. ეს ერთგვარი ეფექტია, რომელსაც შეიძლება რამეში და გამოგვადგება. რა თქმა უნდა, გჭირდება Photoshop-ი. მე ამ შემთხვევაში ვიყენებ CS3-ს, თუმცა ჩვენ საიტზე არის CS4 ვერსიაც და შეგიძლიათ ისიც გადმოწეროთ, რა თქმა უნდა, თუ უკეთესი გერჩევნიათ. პირველ რიგში პრინციპი იგივეა და ფუნქციებიც რა თქმა უნდა იგივეა. ესე იგი, პირველ რიგში ვიღებთ სურათს, ანუ რომლის რედაქტირებაც ჩვენ გჭირდება Open-ის საშუალებით, რა თქმა უნდა. იყოს მაგალითად ეს სურათი. მე მინდა, რომ ამ სურათში თავარი გმირი ფილმისა იყოს უფრო გამოკვეთილი, ვიდრე სხვა დანარჩენი ადგილები. ამისათვისაც პირველ რიგში უნდა გავაკეთო ხაზის ლაიერის დუბლირება, ანუ უნდა გავაკეთო მეორე სურათი, რომელზეც მე რაღაცა შევცვლი. რომ მქონდეს ორი სურათი. ამისათვის, რა თქმა უნდა, დუბლს ვაკეთებ და მაქვს ორი სურათი ერთ და იგივეს, რომელზეც ერთზე ცვლილება შემიძლია და შესაბამისად იმ ცვლილი ობიექტი ზევიდან დაიხატება მთლიან სურათს. გჭირდება ფილტრი. ეს არის extract. რომლის საშუალებითაც მოვახდენ იმ ობიექტის მონიშნვას, რომელიც მე სუსტად მინდა. გავადიდოთ, გვერდზე გვაქვს გამადიდებელი შუშა და ვაყენებ ნიშნავ იმ ობიექტს. ეს მწვანე ხაზი უნდა გაივლოს საუცილებლად ობიექტს უნდა იყოს მონიშნული. არ აქვს მნიშვნელობა ეს არა სავალდებულო რომ ძალიან გადააცილოთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ძალიან ახლოს იქნება თუ ძალიან შორს. ხაზი აუცილებლად უნდა იყოს ბოლომდე მონიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შექმნის კუთხეს, ანუ ჩვენ ამაში უნდა ჩავასხოთ შემდგომ ფერი. და ფერის ჩასხმისთვის აუცილებელია რომ მან შექმნას წრე, რომელსაც გამოიყენებს. ანუ მას უნდა კონდეს თავი და ბოლო. ეხლა ჩავასხათ და მოვნიშნოთ. აქ არასდროს გვაქვს ახლა ჩვენ წესი და აქაც არ უნდა იყოს გასასვლელი, ანუ როცა ამას მოვნიშნოთ, ის უნდა მოინიშნოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ერთი გამონაკლისს დავუშვათ. მოინიშნა, თუ როგორ იქნება შეგვიძლია პრევიუ საშუალებით შევხედოთ. იქნება ესეთი. დავაჭირო, ოკეი. აქ მაქვს ორი ობიექტი, როგორც ახლა ამ შემთხვევაში მე არ მჭირდება სურათი, ამიტომ სურათზე თვალს ვუშლი, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით არ მჭირდება და მინდა დავამუშავო ჩემს მიერ შეცვლილი ობიექტი. თუ ობიექტს აქვს რამე ზედმეტები აქ, რაც არ უნდა კონდეს წესით, მისი მოშორება შეიძლება საშლელის საშუალებით და აუცილებელია რომ მოვაშოროთ. აქ გვაქვს საშლელი და ზედმეტი ობიექტი. ამ შემთხვევაში ობიექტს ზედმეტები არ აქვს, ამიტომ შლას არ დავუწყებ. თუ დავუშვათ თავის ნაწილი რაღაც ზედმეტი ხატია, რაც მონიშნულზე, ანუ რაც არ უნდა იყოს წესით მონიშნული. ამით კი შემიძლია ისევ გამოვაჩინო, რა თქმა უნდა. ეხლა ვაკეთებ ცვლილებას. ანუ უკვე უნდა დავადოთ ჩემს მიერ სასურველი ტექსტური ეფექტი. ამისათვის ფილტრებში მჭირდება ეფექტების განყოფილება, grind. და აქვს აქ ესეთი ეფექტი. შემიძლია შევცვალო, რა თქმა უნდა, აქედან ნებისმიერი ავირჩიო, რომელიც დაიდება უკანა ფონად. მაგალითისთვის იყოს ეს ეფექტი. ახლა მჭირდება რომ ეს ეფექტი დადგეს სურათზე. ოღონდ არა იმ ნაწილზე, რომელსაც მე მოვნიშნე. რა თქმა უნდა, ეს ავირჩიე ეფექტი და ვაჭრები ოკეის. ეფექტი დაყენდა, როგორც ხედავთ, ოღონდ არა იმ სურათზე, რომელსაც მე მაქვს მონიშნული, ანუ ეფექტი დაყენებულია, მაგრამ ის ნაწილი, რაც მე მოვნიშნე, არის მკვეთრად გამოსახული, ანუ თვითონ ადამიანი, მთავარი გმირი არის საკმაოდ კარგად გამოსული. მეტი სანახაობისთვის ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეფექტი. რომ ამაში მაინც და მაინც კარგად ეს ყველაფერი არ ჩანს. ცვლილება უკვე შესამჩნევია აშკარად. ეს ახლა სურათი მაინც არ არის ისეთი, რომ კარგად გამოვიდეს და სხვა სურათზე, რა თქმა უნდა, უკეთესად შეიძლება გამოვიდეს კიდეც.
ნუ აზრი ეს იყო. ახლა შეიძლება მისი შენახვა ჩვეულებრივ CVS-ის საშუალებით საჭირო ფორმატში. რაც გვინდა მაგალითად იყოს ჯებუჯი. ნუ სახელის თავისით კოპის დააწერს. ამიტომ ზევიდან გადაწერა არ დაგჭირდება. შეგვიძლია ვნახოთ თუ რა გავაკეთეთ. ანუ სურათი იყო ესეთი და გავხადეთ ესეთი.